როცა შემოვდივარ, შეიძლება ზოგჯერ ერთნაირი ხასიათზე არ ვიყო, მაგრამ ამ ემოციას სიტყვებით ვერ გამოვხატავ და გამოვხატავ ცეკვით. ყველა ცეკვა მიყვარს, მაგრამ უფრო ყაზბეგური. იმიტომ რომ უვაჟკაცური ცეკვაა. 8 წლის საბა გრიგალაშვილისა და 6 წლის ნიტა მუმლაძის შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ასე გახდა მოცეკვავე წყვილი პოპულარული ერთი ვიდეოს მეშვეობით. ძმაკაცობთ ერთმანეთს, მხარში უდგებით, არასდროს არ მივატოვებთ, როცა რამე გაუჭირდებათ, იმაზეც ვეხმარებით. ჩემი წყვილესაც ასევე იგივე, იმიტომ რომ ერთმანეთს მხარში უდგებით, როგორც ძმები და დები. საბა გრიგალაშვილმა ცეკვა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი დღე არ ახსოვს, თუმცა მძაფრი ემოციაა პირველი ილეთის. ასე დარჩა მთიულური მისთვის დიდ შთაბეჭდილებად. მე მანამდე ვუყურებდი YouTube-ში ცეკვებს, ფრესკას ცეკვებს. ძალიან მომეწონა და მოვინდომე მეც რომ ეს ცეკვა მეც მეცეკვა. მე მიყვარს ელენე მასწავლებლის დადგმული ცეკვები, სადაც ბიჭები ცეკვავენ. ამოძახილი, მთისბროლი და ყაზბეგური. როცა გავიშვები, მინდა გამოვიდე პროფესიონალი მოცეკვავე და ვეცეკვო ბევრი ცეკვა. ნიტა და საბა ანსამბლ ფრესკაში ერთად ატარებენ დროს. ქართულ ცეკვასთან ერთად მეგობრობასაც სწავლობენ. ქორეოგრაფის ელენე რატიანის მიზანია ქართული ცეკვის დიდი ისტორიის გადაცემა და თაობების ერთმანეთთან დაკავშირება. 29 წელია, რაც პროფესიონალ დონეზე ზრდით მე ჩემ ბავშვებს. ვემსახურები, როგორც ქორეოგრაფი. ეს არის ჩემი ცხოვრება. ეს არის ჩემი მისია. ბავშვები გაიზარდონ ადამიანები პირველ რიგში. უყვარდეს თავისი სამშობლო, შეხედეთ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო, დარბაზშიც აგერ როგორ წერია და რა თქმა უნდა, ქართული ხალხური კულტურა. აი ეს პატარა ანგელოზები კიდე ნიტა და საბა. სულიად ერთ-ერთი რეპეტიცია ჩავწერე, სოციალურ ქსელში განვათავზე და ძალიან პოპულარურები გახდნენ. საკმაოდ კარგი ბავშვები მყავს, ნიტას და საბას მეგობრები. ამ ეტაპზე აი ეს ბავშვები გახდნენ პოპულარულები. მათთან ერთად სხვა საუკეთესო ბავშვები გადავიყვანე ანსამბლში წელს და გავამდიდრე ასეთი ნიჭიერი ბავშვები ჩემი ანსამბლი. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსი, დიდების და პატარების ანსამბლი. დღე ყოველთვის დატვირთულია. პროფესიაზე შეყვარებული ელენე რატიანი საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს. შენ თუ არ გიყვარს ბავშვები, შენ თუ არ ახარ პროფესიონალი, შენ თუ არ ახარ შენ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული, ამას ვერ გააკეთებ. მე პატარა ბავშვებს, აი მარჯვენა და მარცხენა რომ არიციან, იქიდან ზრდი და ასე ხვეწავ, როგორც ხელოვანი, როგორც მხატვარი ტილოს როქმის, ისე შევქმნიან ბავშვებს და მე უკვე გაზრდილები, დახვეწილები მიდიან დედაქალაქში და ამ პროფესიას ეუფლებიან. ჩემთვის ქართულ ცეკვას, აი რომ ვახსენებ, ხო? ჩემ ცხოვრებას ვახსენებ, იმიტომ რომ ქართული ცეკვა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამ დარბაზში რომ შემოვდივარ, სულ მავიწყდება ჩემი ყოფითი ცხოვრება. ეს არის ჩემი სამყარო. ამ სამყაროთი ვცხოვრობ. ყველაზე დიდ დროს ამ დარბაზში ვაატარებ. იცით რა არის? ძალიან გულთან მაქვს. ჩემი სულის ნაწილია, ჩემი შემოქმედება, ჩემი დარბაზი, ჩემი ცხოვრება. აი ეს ბავშვებიც, რომლებიც ჩემთან ერთად ატარებენ დროს. ელენე რატიანის მიზნები და ოცნებები ისევ ცეკვას და ისევ მის მოსწავლეებს უკავშირდება. ჩემი ანსამბლი ფრესკა ძალიან წარმატებულია. ყოველ წელიწადს გავდივართ საზღვარგარეთ და სხვათა შორის სოლო კონცერტებს ვატარებთ. იშვიათია რომ ბავშვთა ანსამბლმა საზღვარგარეთ სოლო კონცერტი ჩაატაროს. წელსაც დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ სოლო კონცერტი 170 ბავშვის მონაწილეობით და აი მთელი ენთუზიაზმით, მთელი ენერგიით ვშრომობთ, რომ აი ეს მიზანი, რაც დავისახე, აუცილებლად შევასრულოთ.
ასე გამოიყურება ცხოვრების ცენტრად ქცეული საქმე, თაობების ერთობლივი შრომა და სვლა დიდი მიზნისკენ, რომ არაერთი სცენა დაიბრუნდა, ქართული ქორეოგრაფიის დიდი ისტორია გააგრძელონ.